მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ევა შაშიაშვილს როგორც ცნობილია ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას. დღეს სასამართლო განიხილავს ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა წავადგინეთ ყველა მტკიცებულება ევა შაშიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე მისი შვილის ჯანმრთელობასთან მდგომარეობასთან დაკავშირებით და ველოდებით სასამართლო დააკმაყოფილებს თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენ შუამდგომლობას. კი ბატონო, აი რა ტიპის შუამდგომლობის დაყენება გინდათ თქვენ? გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება თუ აი რა? შუამდგომლობას ვაყენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ აფეთის ღონისძიება შეიცვალოს, ასევე ვაყენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ევა შაშიაშვილის მიმართ შეწყდეს, ვინაიდან ევა გამოხატავდა მხოლოდ არსებული მდგომარეობის გამო, მისი გაუძარცვაძვისი პირობების გამო და არ არსებობს მისი ამ მუხლებით დაკავების საფუძველი. კი ბატონო, ქალბატონ მარიამ, გითხარით თავად ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც, როგორც ამბობენ მისი მხარდამჭერები, ევა არის ონკოპაციენტი, ასევე ხაზს უსვამენ მისი ქალიშვილის მდგომარეობას, რომელიც არის შუშმუპირი და სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა, ყურადღება. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. იგი არის ონკოლოგიური ავადმყოფი და აქვს სხვა მიმდინარე დაავადებებიც. რაც შეეხება მის შვილს, იგი მოთავსებულია სამკურნალო დაწესებულებაში და დღე-დღეზე იწურება მისი გამოსვლის ვადა. ამიტომ აუცილებელია ევას გარეთ ყოფნა არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მისახედი და სკრინინგს ექვემდებარება, არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი შვილი დღე-დღეზე იქნება გარეთ და მას არ ეყოლება არც ერთი ადამიანი გვერდით, რომელიც იზრუნებს მასზე და მიხედავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. კი ბატონო, გაქვთ მოლოდინი, რომ გაითვალისწინებს მოსამართლე ამ გარემოებებს, ქალბატონ მარიამ? იმდენად მძიმე მტკიცებულებები გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი, რომ გითხრათ, რომ მოლოდინი მაქვს თქო მოგატყუებთ, მაგრამ არც ის რომ სასამართლო არ გაითვალისწინოს და ასე ზერელად გადახედოს ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, არ ვიცი, ალბათ ისიც საშინელება იქნება. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მარიამ ხაჭაპურიძეს, რომელიც გვერდთვებოდა